ეს მე გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ კარადასი ეგრეთ წოდებული საშარვლის მექანიზმი. დავიწყოთ პროცესი და ნელ-ნელა რაღაცებს აგიხსნით. ჯერ შევკრათ მექანიზმისთვის უჯრა, სადაც მე გავაკეთებთ ჩავაყენებთ ტრუბებს, სადაც გადაიკიდება შარვლები. ეხლა უნდა გავზომოთ, აი ეს არის ჩვენი მოცემულობა. შევკარით უჯრა, სადაც უნდა ჩავაყენოთ ტრუბები, რომ შემდეგ შარვალი გადაეკიდოს. აქ გვაქვს მანძილი სუფთა 106 და 4 და უნდა გავყოთ შესაბამის ზომებზე. 11 ნაწილი გამოვიდეს 9.4 დაახლოებით. და ეს ზომები უნდა გადავიტანოთ. ესე იგი, ნიშნავთ შუა წერტილებს, სადაც შემდგომში უნდა ჩავსველოთ. ამ შემთხვევაში ვიყენებთ 16-იან ტრუბას და სველავთ 16-იანი ტრუბისთვის ნახრიტებს. აი ასე. ვასუფთავთ მაგიდას დაყრილი ნახერხისგან. ეხლა უნდა ავიღოთ ზომები, რის შესაბამისადაც უნდა დავჭრათ ტრუბები. და ვიღებთ მეტრიანს და ვზომავთ. რამდენზეა შესული და სადღაც ნახევარზეა შესული. 53 და 5 გვინდა, მე რაც გავზომ. 53 და 5. ოღონდ ჯერ ერთს მოვჭრით. ნახავთ, რამდენად კარგად მიდის. და შემდეგ უკვე თუ კარგი ზომა არის, აი მე მოვჭრით დანარჩენებს, იმიტომ რომ სულ ყველა რომ არასწორი ზომა არ გამოგვიდეს. так, დავჭერით ზომებზე ტრუბები. ეხლა უნდა გავანაწილოთ ესენი, ჩავსვათ. აი აქ, ამისათვის საჭიროა შურუპავეში უნდა შეუცვალოთ და დავუყენოთ ნასატკა, იმიტომ ეს ჩანგალი აღარ დაგვჭირდება. ეს უნდა გავშალოთ და დავიწყოთ ამეების ჩასმა. ჩასმის მომენტი ვაჩვენოთ. და ეხლა ჩვენ გაჩვენეთ უკვე აი ამ მექანიზმის მონტაჟი, როგორ უნდა გავახორციელოთ კარადაში. ნუ ეს მექანიზმი დაახლოებით ვან დავაყენოთ 85 სანტიმეტრი, რაც სტანდარტული ზომა არის შალვის გადასაკიდად. ამ შემთხვევაში ვიღებთ 85 სანტიმეტრს. და აი აქ იმისათვის რომ სალასკა კარგად გამოვიდეს, უნდა დავამატოთ ერთი ლამინატი. ერთ ლამინატს ვამატებთ, აი ასე. და მე ვაყენებთ მექანიზმს, იმის გამო რომ კარები რო გაიღება, ხელი არ შეუშალოს თვითონ მექანიზმის გამოწევას. იგივენაირად ვაკეთებთ მეორე მხარეს. ვაყენებთ სალასკებს, რომ ეს მექანიზმი იყოს მოძრავი და გამოვიდეს წინ. როგორ ხდება სალასკის დაშლა, მოდი ეს ვაჩვენოთ. აი ამას ამოვუწევ და გამოდის რა. აი უმარტივესია. სახში თუ ვინმეს დაგჭირდებათ, აი ესე მარტივად. აი ამ სტაფილოსფერი, ნუ შეიძლება შავი იყოს. ყვითელი, წითელი, ამიშულობა. აი ამას ასწევთ და გამოიღებთ უჯრას. აი ამის დილებს უკვე დავაყენებთ კარადაზე. ცგავ, მიცა. ეს ეხლა ერთი ლამინატი შიგეთ უნდა შევწვიო. ნუ დაახლოებით აი ამ ზომაზე შევწევ რა. რომ მე ფასადიც რომ დაუდგეს, ხელი არ შემეშალოს. აი ამის გამო რომ რაღაცაზე
შეიძლება შეცდომა მოგვიდეს, ნუ დაგძრახავთ, იმიტომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ხელოსნები ვართ რა. Так, ესე. ეხლა მეორე მხარესაც იგივენად დავაყენებთ. ეს თქვენ არ გეგონოთ უბრალო კარადა, ეს არის გრანდიოზული კარადა. 5 მეტრიანი კარადა, რო გაიწყობა მთლიანობაში, გამოდის სასწაული ნებისმიერი ოჯახის ოცნება არის და ნებისმიერი დიასახის ოცნება, რომ ესეთი გამართული კარადა გქონდეს თავის გემოვნებაზე მოწყობილი და გაწყობილი. так, ეხლა ვნახოთ ეს ჩვენი მექანიზმი როგორ მოერგება. აი ეს არის ჩვენი მექანიზმი. ჩავშვით. ამას რა უნდა ეხლა ფასადი უნდა რომ აი ეს წინა მხარე კარგად დაიმალოს და აქეთ ამაქვს წამოვიღებ. ამ ფასადს დავაყენებ და უკვე მთლიანობაში ეს ყველაფერი გვექნება იდეალურ კონდიციაში, ისე როგორც მამაცაგრობს შეეფერება რა. შიგნიდან მოვარგებთ სამიან შურუპებს. შევხედავთ რომელი სახე უფრო ლამაზი და კარგია. გავუთანაბრებთ და ისეთი ლამაზი და კომფორტული საშუალება გამომდის, რომ სურვილი მოგცოს სახშიც კიდევ 1-2 საშუალება დავამატო რა. მოდი ეხლა აი შევაფასოთ რა შედეგი მივიღეთ. გვაქვს კარადა, მაღლა დამონტაჟდება რა პიჯაკები რაღაცები დაიკიდება მექანიზმი. დაბლა გვაქვს საშალვის ეგრეთ წოდებული მექანიზმი, რომელიც ახლა ჩვენ გაჩვენეთ ამისი აწყობის პროცესი. და რა შემიძლია გითხრათ, ანუ იდეა იყო ჩვენი დღეს, რომ თქვენთვის გვეჩვენებინა როგორ კეთდება საშალვი. ეს ყველაფერი გაჩვენეთ, აგიხსენით, დაგანახეთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალური ახსნა იყო და გასაგები იყო, როგორ უნდა გავაკეთოთ საშალვი. ხელოსანიც მარტივად გაიგებს ამ ყველაფერს და ჩვეულებრივი თუნდაც კლიენტი, თუნდაც ვინც გინდა იყოს, ყველაფერი კარგად გაიგებს, როგორ უნდა გაკეთდეს საშუალის მექანიზმი. გავამახვილოთ კიდე ამაზე ყურადღება და რა შეიძლება კიდე რო თქვათ. კიდე შეიძლება თქვათ ის, რომ ახალი დაწყებული გვაქვს ეს კონტენტი, რაც რო არის ქართულ YouTube-ში, ქართული ავეჯის წარმოება და ამისი სწავლება და უფრო სიღრმისეული ცოდნა, ეს დავიწყეთ იმიტომ, რომ რაღაც დამჭირებია ხოლმე ვერ მიპოვნია ქართული YouTube-ზე და დამიწყია მე მისძებნა უკვე რუსულში, ინგლისურში, ევროპულში და მაქვს სურვილი, რომ ქართული YouTube-შიც იძებნებოდეს მსგავსი ვიდეოები და თუ მოგწონთ და თუ გინდა თქვენს რომ ქართული ენაზე მოძებნოთ ეს ყველაფერი, ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ ამისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.